მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადაცემას, რომელსაც ქვია დიდი გადაცემა. ბატონი ბექაუდიშარია გვესტუმრა, თბილისის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის წევრი, წინამოწვევის, მოკლედ ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელთაც მეგობრობ და რომელს მოსაზრება ყოველთვის საინტერესოა ჩვენთვის. ხო, მინდა დავიწყო ძალიან საინტერესო ამბით, ალბათ გადარბენეში იყავით ბატონო ბექა და არ წაიკითხეთ სააკაშვილის ახალი სტატუსი, ოპუსი, ასე ვთქვათ. გამომწერი არ ვარ მე. ხო და აი უყურეთ მე არ ვარ გამომწერი, მაგრამ აუცილებლად უნდა ასე ვთქვათ ავადნოთ თვალი, რადგანაც ფურუნკული რო იყო ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ასე რომ გასკდებოდა არა. მოდით რატომ ვამბობ ამას? ჩვენ ნაცებს ძალიან სამართლიანად ვეძახდით ნაცებს, ფაშისტებს. მაგრამ ზოგიერთი ურწმუნო თომა გვეუბნება რომ აჭარბებთ, ხო როგორ შეიძლება მართლაც ფაშისტებს შევადაროთ. და აი რამოდენიმე ამონ არის წაიკითხავთ სააკაშვილის ფუნდამენტური შრომისგან, რომელიც ერთ სტატუსში ჩაატია. ნუ გავუსწოროთ სიმართლეს თვალი ამბობს. არანაირი ერთ საქართველო არ არსებობს, აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციოდ გაყოფილი საქართველო. პირველი, რომელსაც უყვართ ქვეყანა, ესღებათ რუსეთი და მეორეს, ანუ ჩვენ გვეძახის გრუზინებს. შემდეგ მიდის რომ ვინ არიან, ასე ვთქვათ, გრუზინები, ვინ არიან ნამდვილი ქართველები და გრუზინების ტრადიცია ნიშნავს ქართულ ჯირულ პონს, ისინი საზრდოობენ ზიზღით, იკვებებიან იმედის სიუჟეტებით, ემპათიის განცდა არ გააჩნიათ და ასე შემდეგ. და მე იძახის რომ ჩვენ ცოტანი ვართ, ისინი ბევრნი დავამარცხებთ. გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი, რათა აღარასოდეს დაუშვათ მათი აღზევება. ნუ ჩვენ მოკლავს გვიპირებს პირდაპირ, ანუ რას ნიშნავს? სხვანაირად ვერც გაიგებ, მაგრამ აი მე იწყებს ძალიან საინტერესო ამბავს. ჩვენ გავსხავდებით ჩვენი, უყურე, საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხრა-მოხრით, თვალების გამოხატულებით და ამის შემდეგ ყველაზე მთავარი გავსხავდებით ანთროპოლოგიურად. ანუ, როდესაც ადამიანი ამბობს ანთროპოლოგიურად, რა არის ნაციზმი? ნაციზმი არის ცრუ მოძღვრება, რასობრივი დისკრიმინაციის დამკანონებელი, ოღონდ დისკრიმინაციის კი არა, რასობრივი გენოციდის, სხვა ერების გენოციდის მიხედვით არიული რასა შეერთდა რა სემიტურთან, აი ესეთი სიბინძურე წარმოიშვა ნაცისტების თავში, დაეცა არიული რასა და ამიტომ არ უნდა დაუშვათ არიულმა რასებმა, არ უნდა დაუშვან სხვა ჭუჭყიან დაბალ რასებთან ურთიერთობა და უნდა გაანადგურონ. და ეს ზუსტად ერთი დარჩა მარტო ფარგალი მოიტანოს და თავის ქალა გაგვიზომოს რა. არის ამოცა დამკიც და რამდენიმე წელი ეგ კიდევ ხელ არ ეწიფება და მადლობა ღმერთს. პირველ რიგში მადლობა შალვა მოწვევისთვის. მინდა მივესალმოთ ჩვენს ტელემაყურებელს, მიულოცოთ დღევანდელი არაჩვეულებრივი დღე, მეფე ერეკლის დღეობა, ჩვენი დიდი მეფის, მეომარის, მორწმუნის და მართლაც დიდი მოღვაწის, ასევე ვისარგებლობთ შემთხვევით და ხვალინდელ ილიაობასაც მიულოცავ მთელ საქართველოს. ვიაროთ ერეკლეს და ილიას გზით და ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნაკლებ სავარაუდოა, რომ უახლოეს 100 წელიწადში სააკაშვილის გზისთვის ვიაროთ ან მისი მსგავსით. ხო, მსგავსით. ნუ ეს წარმოუდგენელია, ხა ჩვენ ხო გვესმის, რომ ეს არის ან უკიდურესად გაბოროტებული ადამიანის ფაშისტის ან შეურაცხადი ადამიანის განცხადება. მე მგონი ფაშისტის. აი არ მინდა როგორ შეურაცხად ისე მიუდგე რა. თუმცა მას ჰქონდა იმ თავითვე და მის გუნდს, ძირითად იდეოლოგიურ გუნდს ჰქონდა ის ხაზი, რომ მათ უნდა ახალი ადამიანის შექმნა, გრუზინებად მიაჩნდათ და მიაჩნიათ. თვითონ ეტყობა არ იყო ბავშვობაში სუფრაზე დაპატიჟებული, ძულდა თამადაც, საჭმელი წღვინოც და ამავდროულად და მე რომ მოუწია თქვა კიდეც ამ სიამესთან ზიარება, მე თვითონ გახდა ფეტიშისტი ამების და თამადაც თვითონ იყო პატარძალიც და რა ვიცი, ზურნა დუდუკიც და ეხლა მისი ეს ყველა განცხადებები, რა თქმა უნდა, ეხლა ნუ რაღაცა სევდის და სიცილის მომგვრელია, რაღაც ნაზავია ამაში. თუმცა
როგორც კი მიეცემა საშუალება და ამას შავ სიზმარში არ წარმოვიდგენ, მას კი არა, მის იდეოლოგიას მე მაგალითად განმაცვიფრა ისეთი ზღიზღის ფრქვევა ინტელექტუალურ ენაზე და ჰაბიტუსით, მაგალითად როგორც არის ქადაგიძეა თუ არ ვცდები ის ბატონი, რომელიც ილიაუნის ერთ-ერთი ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ხო, ვიცი, კი, ქადაგიძე. ნუ მან ჩამოთვალა, ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ უნდა სია გააკეთა, ხო? აგოს პასუხი. ჩვენ ვართ სიაში მე მაგალითად. არა, უკეთესი იცით რა, ის ჟურნალისტები, პროპაგანდისტები, ის არა მხოლოდ ბრძანების გამცემი პოლიციელები, არამედ ისიც კი, ვინც ვინმე დააკავა ქუჩაში. სპეცნაზელი აბსოლუტურად სახელმწიფო ყველა ინსტრუმენტის, ყველა ფრთის პრაქტიკული, ნუ არ ვიცი, რეპრესიების ახალი ტალღა არის გამოცხადებული და ამიტომ ერთმა დაიფაროს საქართველოს. ცხონებული შევარდნაძე იძახდა სხვათა შორის სააკაშვილის ტელევიზიით რო უყურებდა, ხა ვის მოსწონდა და არ მოსწონდა, შენ იყავი ხალხში, რომელსაც არ მოსწონდა და ღიად აკრიტიკებდი. ვებძოდი კაცო, რა ხო, ვებძოდი, სერიოზულად, მის მომაყალებაში რის გამოც მეტყვა დამსაჯა ყალებაში შენ ქონდა რის გამოც მეტყვა დამსაჯა კიდე სააკაშვილის როგორ და ასეთი რამე თქვა ერთხელ და ეს არის ახლა სოციალურ ქსელში რომ ეს უნდაო საქართველოსო ახლა კიდე ციხე უნდაო და კიდე ჩალპობა და დალპობა ნამდვილად ნუ არ უნდა რა თქმა უნდა მით უმეტეს ახლა ესეთი ნუ კაცთმოძულე ერის მოძულე ფაშისტური რა ანუ რა გამოდის რომ ადამიანი უბრალოდ ქართული შიშისგან ამ კურდღელს დაავისდა საქართველოს პრეზიდენტს ყოფილს დაავისდა ქართული როცა დაიჭირეს თარჯიმანით რომ დარბოდა უკრაინის დროში უკრაინა უნდა რომ ღეროდა უკრაინელი ვარო და აქედან გამიშვიდა ფეხებზე მკიდია საქართველო ხო იძახდა ამას მაგრამ აქ უფრო დამამწუხრებელი გარემოება ისაა რომ სააკაშვილი არ აღმოჩნდა ერთი კაცი აი სააკაშვილი აღმოჩნდა კოლექტიური სააკაშვილი როგორც ნაცმოძრაობა არის რა კოლექტიური ნაცმოძრაობა წინთ რომ ნაცმოძრაობას ვეძახთ კოლექტიურზე შეკაიდეთ ბამიშვილო პოლიტიკურ მდივნად სალომე სამადაშვილი რო გიზის პოლიტიკურ მდივნად რა თქმა უნდა ეხა პოლიტიკაში ვინც ერკვევა ის ხდება ხო პოლიტიკური მდივანი რა მაღალი თანამდებობის პირია და რა გავლენის პოზიცია არის ეს ზოგადად ნებისმიერ პარტიაში ხო და რამხელა პასუხისგებლობას და იდეას ატარებს ეს იდეას ამ შემთხვევაში ბჭყალებში ხო ანტიიდეას მე ესე ვთქვი კოლექტიური სააკაშვილის უბედურება არის რაც შეეხება რომ ის განგვასხოვებს ჩვენ ხა მოდი ვკითხოთ მას ბიძამისი თემურალასანია რო იძახდა რომ ქართველებს დედა უნდა ნუ ეხლა რა სიტყვებით იძახდა არ მინდა ის რომელ გრუზინებს ეძახდა თუ ქართველებს ეძახდა ეს ქართველები რომლების გრუზინებს გერჩის კი ბატონო ხო ნუ ეს მათი ოჯახის დამოკიდებულებაა ზოგადად რა ჩემ ცხოვრებაში მსგავსი სიტყვა რაც უნდა გამწარებული ყოფილიყავი საზოგადოებას აი ამჟამადაც ვიზეც ვარ გაბრაზებული ვისაც აბსოლუტურად არ ვეთანხმები ვიზეც მეცად საერთოდ ვერ ხვდები რასაკეთებს აი საერთოდ რასაკეთებს და რასებს და რასებს საერთოდ იმთავითო ეხლა უკვე გასაგები ეხლა კულმინაცია აქვს ყველა მხრივ კულმინაცია აქვს ეხლა არის ეს ბოლომდეც ეს ყველაფერი ეს არ არის აქ მოგონილი აბა სამწუხაროდ სად იცით რა სადაც მოიგონეს რომ ქართული ოცნებისთვის რუსი უნდა დაერქვათ და სადაც მოიგონეს რომ საპატრიარქოსთვის რუსი უნდა დაერქვათ და სადაც მე აგერ ახლახანს გამოვიდა ახალი ამბავი რომ ეგზარხოსი მართავს თუ რომ ეგზარხოსი ზოგადად საეკლესიო იერარქიაში არ არის შეურაცხყოფელი ზოგადად ბიზანტიური ეკლესიის და წარმომადგენელს არა ეგზარხოსი ახლა ჩვენთან არასოდეს არ იხმარებოდა ეს საქართველოში რომ ჩვენ ცუდი პრაქტიკა გქონდა გამოცდილება ძალიან სამწუხარო რა თქმა უნდა მაგრამ დაუძახო შენ დღევანდელი ეკლესიის საჭეთპყრობელის მოსაყდრეს ეგზარხოსი ეს არის ნუ უკიდურესი ნუ არ ვიცი ხა ამაზე მეტი ცოდვა რა უნდა ჩაიდინოს ადამიანს მე გამახსენდა აი ეს დოროთე რო არის მამადორთ მე ანაფორას პატივცემდა ვერაფერს ვერ დავამატებ ისეც რამაც შეიძლება შეურაცხყოს ეს ადამიანი მაგრამ თვითონ ისეთი მის და მის მეგობრებს ისეთ რაღაცებს ამბობენ მე მივესალმები შენს ესეთ აი იმთავითო პოზიციას შეურაცხყოფისგან თავი უნდა შევიკავო და მეცაც გეტყვი რა მე ბოდის ვუხდი წინასწარ თელ ქართულ 60 ქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას რომ მიწევს ამ საუბარში შემოსვლა დისკუსიაში მაგრამ თვითონ ამ მამაო ბატონმა თავად შექმნა პრეცედენტი იმის რომ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერის როგორც მხარე ხო მხარდამჭერი ხო მხარე იმიტომ რომ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ შენთვის ბავშვობიდან იმას რასაც ჩავძახებდნენ ჩვენი ბებიები და ბაბუები იყო ის რომ მართლმადიდებელი მღვდელი არის
უპირობო ავტორიტეტი. ჩემთვის ასეთადაც რჩება. ჩემს ყოველთვის ერთი იყო მღვდელმსახურს მე ფიზიკურ თუ სხვა მდგომარეობაში რა ფორმაში ვნახავდი, ხო? გარეგნულ. ის ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად იყო მოძღვარი. ეხლა მოძღვარი რას ნიშნავს, ხო? თუ შევალთ ეხლა როგორც მამა დოროთე კადნიერდება და შემოდის, მოძღვარი არ არის ხო ერთი მხარის მოძღვარი. მე უამრავ დიდ მოძღვრებთან, დღევანდელობის მამებთან, ეპისკოპოსებთან, მიტროპოლიტებთან მქონია ურთიერთობა და არასოდეს მათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთ აზრი აქვთ, არასოდეს არ უთქვამთ ხმამაღლა, რომ თუ მე მის მხარეს ვიყავი, თქვენ ხართ კაი ბიჭები და ისინი სულ ყველანი არიან მკვლელები, ახლა ის კაცი საერთოდ შევიდა არ ვიცი მე არ ვიცი ამას რა დავარქვა. ეს არის უდიდესი მორალური ჩიხი და მე მენანება, თითოეული ქართველი მენანება, არამც თუ მართლმადიდებელი მოძღვარი, რომ მან თავად ჩაიგდო თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ მინიმუმ 1.5 მილიონი ადამიანი მას მოდი გულზე ხელი დავიდოთ, განიკითხავს ხო საკუთარ სამზარეულოში და მართებულადაც, როცა შენ მის ოჯახის წევრს ყველს ეძახი უპირობოდ, შეურაცხყოფას აყენებ ეკლესიის წევრებს. ახლა იქ გაიჟღერა თითქოს რომ მე პატრიარქი მიყვარს, მე პატრიარქს ვემორჩილები და არ ემორჩილები მის მიერ გამორჩეულ თანამოსაყდრეს, არ ემორჩილები მის მიერ გამორჩეულ დევსახურებას. ლოგიკა იცით რაშია? ესა მე მიმაჩნია მაშინ პირდაპირ ვიტყვი გაჭრილად. მე ეს პროექტად მიმაჩნია, რომელიც აქ არ დაბადებულა, აქ არ დაბადებულა. ეს პროექტი არის დაწერილი, შექმნილი, ამას წინ ჰქონდა ძალიან დიდი წიაღსვლები. მე მინდა შეგახსენოთ ხალხში შერქმეული ცრუ პეტრეს აი ეს ეპიზოდი, როდესაც ყოფილმა მეუფე პეტრემ იერიში მიიტანა პატრიარქს. კბილები შეამტრია დაუძლებელ წინააღმდეგობას, ხო? და დამთავრდა. იმიტომ რომ საქართველოში კათოლიკოს პატრიარქზე ილია მეორეზე აუგის თქმა ეს მადლობა ღმერთს რომ ფიზიკურ სიკვდილს არ ნიშნავს სასჯელი და ისგოი ადამიანი ხდება კი ბატონო მუსლიმ სამყაროში თუმცა აქედან გამოსავალი აღარ არის შენ საკუთარ თავს შემოხაზავ იმ წრით რომელსაც მოჯადოებაზე უფრო ძნელი ჯვარი ახლავს რა შესაბამისად ეხლა დაიგეგმა იმგვარად ლოგიკა მე რა უნდა თამად აი მე გეტყვით ეს ლოგიკა საკმაოდ და ცუდი რა ხდება აქ მასაც ქონდა სხვათა შორის მე კიდევ ერთხელ ვუხდი ეკლესიას და არა პიროვნებებს ბოდის რომელსაც წამოცდენა ქონდა თავად რომ ეკლესიას ერისკაცი ვერ დაანგრევს ეს უკვე იყო იმის გამოთქმა რაზეც იყო საუბარი ბექოფიში რომ რა იმიტომ რომ ველმა უნდა შექმნას დიდი პრობლემა და გეტყვით კიდევ ერთხელ გიმეორებთ რატომ არის რომ ის პატრიარქს აქებს სალი ხელი და მეორე ხელი შეიძლება აძაგებდეს მეუფეებს რომლებიც ასევე პატრიარქის შვილები არიან მოწაფეები არიან და გამორჩეულები არიან მღვდელმსახურებში ეს მეთოდებია სინამდვილეში რა უნდა რა დავალება ან სინამდვილეში დავალებას ყოველ დღე ლაპარაკობს რომ რუსული ხო დაბრენდეს ეს ამას მიაღწიეს მოდი ვთქვა ვაღიაროთ ამას მიაღწიეს ეხლა იმისათვის რომ ეკლესია შიში ქონოდა მხარი არ დაეჭირა ხელისუფლებისათვის და შეკაიდედმა მიშვილო ყოველ სისხამდილით ეკლესია და ყველა მორწმუნე მთავრობას და მხედრობას ავედრებს ღმერთს ხო რა არის აქ რომ რომელ პატრიარქსა და რომელ ხელმწიფეს შორის რომელ ხელისუფლებასა და რომელ სამღვდელოთა დას შორის არ ყოფილა რაღაცა სინერგია არ ყოფილა რაღაცა კოოპერაცია ეს ადამიანები ვართ კეისარს კეისრისა მიეციო კაცო ქრისტეს სიტყვებია ხო ეხლა ეს ადამიანები ცდილობენ შიგნიდან რაღაცნაირად ეგონათ რომ დააკომპლექსებდნენ ეხლა მღვდელმსახურებს დღევანდელს აი დღევსახურებს და იტყოდნენ რომ თუ შენ ამას მხარს დაუჭერ შენც რუსი ხარ ხო რუსი ხარ რუსეთში ნამყოფობა გახადეს მღვდელმსახურებისათვის ვითომ რაღაცა შავლაკად ნუ რაკნან ამ ხალხმა ბრიუსელში არ იყო კაცო ეს სასულიერო სემინარები და აკადემიები და მართლმადიდებლური კატეგორიებით თუ იმჟერებთ რუსეთი ყველაზე ძლიერი მართლმადიდებლური მე ეხლა ამ შემთხვევაში მოდი რატომ არის დასაძლებელი მოდი ნუ გავხდებით ზოგადად აი არა ლოგიკა არ მესმის აი მეორე იმ მოვლენის რასაც ქვია რუსული იმპერიალიზმი ამის ადვოკატები არ გამოუდგებით მაგრამ სასულიერო ხო სასულიერო სფეროში ხო სეკულარული რაღაცა ხო უნდა გავყოთ ამდენ ხანს გვიჩიჩინებდა დასავლეთი რომ გვაცალეთ ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოს გაშენებინებთ და ნუ ჩაერევით ეს რას ნიშნავს მაინტერესებს ამ ადამიანს ეხლა ძალიან წინს რომ ამას ვამბობ მაგრამ ზუსტად ისე მოიქცა როგორც სალომე ზურაბიშვილი რა
მამლის პირველ ყივილამდე კი არა და პატრულის პირველ სირენამდე უარყვეს ეს პაატა ბურჭულაძე, რომელიც ახლა ამ რევოლუციაში და ამ ზამთრობაში, გადატრიალებაში ასრულებდა იმ ვარდის როლს, რომელიც სააკაშვილს რო ეჭირა. როგორც იმ ვარდს არ ეკითხებოდა არავინ არაფერს, ხელში რო ეჭირა სააკაშვილს, ისე პაატა ბურჭულაძე ეს უნდა ყოფილიყო. დროშა უნდა ყოფილიყო პაატა ბურჭულაძე. დამზადებული იყო იქო ჩვენი თვალით, დავნახეთ სალომე ზურაბიშვილი. რა უნდოდა პრეზიდენტის არა, ეგ ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც ვარდების რევოლუციის დროს ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე მე ნინო ბურჯანაძემ შეასრულა, მე გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ასე შემდეგ. ეს სცენარი იყო ზუსტად გამზადებული და მამა დოროთემაც 5 წუთში უარყო პაატა ბურჭულაძე. და მეცაც გეტყვით, სხვა შორის ჭკვიანი კაციც არის, გამოვიდა მიტინგზე და მე დაასველა ორი სიტყვა, რომ არა ძალადობას და ნუ რაღაცნაირად ესე შლეიფი შეიქმნა, რომ თითქოს ის იყო მშვიდობისკენ და ნუ ეს ხალხი გაწირეს საშკარად. არა და თქვენ ხო იცით რომ ეს მათი მოგონილი არ იყო. იქ საერთოდ რამდენიმე ადამიანს დაღვრემელიც კი ქონდა სახე, იმიტომ რომ ეტყობოდა რომ მათ სხვანაირად აგულიანებდნენ და მე როცა საქმეზე მიდგა როგორც ნუ რაც არის ახლა ნაცისტის ანატომია რაც არის მიატოვეს და მიაგდეს ადამიანს. თქვენ არ გახსოვთ როცა წავიდნენ ისინი ხელისუფლებიდან რამდენიმე იმ წუთასვე გავარდა და დღემდე დარბის ევროპაში და სამწუხაროდ უკრაინაში, ხო? და ადეიშვილი. ხო, ამათ კი აგაშენებს ღმერთი რა, კარგად ბრძანდებოდეთ უთხეს და წავიდნენ თვითონ და ძალიან ბევრი ადამიანები, ვისაც ავალებდნენ სისაძაგლის შესრულებას, ისინი შეატოვეს მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაში ესე იყო. ეხლა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ რა. როდესაც მამაო გამოდის და ამბობს რომ მე მაქვს აზრის გამოთქმის უფლება და აქვს კი ბატონო. მაგრამ მე რომ დავიწყო ეხლა ლაპარაკი, რომ ჭინჭარი არჩევს სისხლის გათეთრებას და თეთრი ხალათი მეწვეს, ეს ნორმალური არის? როდესაც გიყურებს პაციენტი ან დასნეულებული ადამიანი, მაშინ გაიხადე, შეოჯახაშენებულო ეს ხალათი და როგორც ექიმიკი ნუ მელაპარაკე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც სუბიექტური აზრი გაქვს, ან ახალი იდეა გაწუხებს. და როდესაც ამბიონიდან შენ ლაპარაკობ, რომ მკვლელები არიან, რუსები არიან, ეს თუ დავალება არ არის, ეს მღვდლისთვის ნორმალური არ არის, ხო? აგდებული მოხსენიება იქ მამების, მე ვარ არქიმანდრიტი, ეხლა ეს გავთვითცნობიერებები ადამიანსაც არქიმანდრიტი რა არის და დეკანოზი რა არის ეხლა და მათ შორის იმ ხალხისთვის მე არავისზე მეტი პაპი არა ვარ, მაგრამ ვისაც გვაძაგებს ნამდვილად გვიყვარს ეკლესია, დავანებოთ ღმერთი ყველას უყვარს ალბათ თავის გულში, ყველას თავისნაირად წარმოუდგენია, მაგრამ ადამიანებს რომელსაც აქებს და იძახს, რომ ესენი არიან მხოლოდ ნიჭიერები და სულ ყველა დანარჩენი უტვინოები, ბნელები და ასე შემდეგ. ხო იმას მე მგონია მაინდა-მაინც ეკლესიის სიყვარულს შემჩნეული არ არიან. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრ აქციაზე გვინახავს. ეხლა ადამიანი რომ გამოდის იმორ ტელევიზიაში, რომელსაც 5000-ზე მეტი გადაცემა აქვს მომზადებული სიუჟეტი პატრიარქის საწინააღმდეგოდ და წმინდა სინოდის და ეკლესიის საწინააღმდეგოდ. მაშინ როდესაც მე უყურებ და რომ ხედავ დრამატურგის ხელს, როდესაც წამყვანი აი მე შემოვედი ახლა აქ და 30 წამი დაველაპარაკეთ ერთმანეთს, ხო? მეტი არ მქონია. უბრალოდ შემითანხმდი რომ დავიწყებ, თქვათ ამას წავიდე. მეტი არ მქონია ჩვენ, ხო? ღმერთი რჯული, ხო? და ახლა რომ ვატყობ, რომ კითხვა და პასუხი არის ისეთი დადგმული, რომ მეტი არ შეიძლება ჟურნალისტებსაც ვერ დაუკარგავ, ნიჭიერები არიან, უნიჭოები წერებია ხოლმე ხშირად, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ეთერებში ისეთი მომზადებულია, ესე იგი ჟურნალისტი და რესპონდენტიც, რომ ნუ ამის არ დანახვა შეუძლებელია. შეუძლებელია ზოგადად, რომ ადამიანმა თქვას, რომ ძალიან მალმალე, იმიტომ რომ ეთყობა იწურებოდა რაღაცა დრო, ხდებოდნენ დამკვეთები, რომ ტემპერატურა ცხრებოდა, ამიტომ მამაოს პირით აჟღერებინებდნენ მაქსიმალურად მწვავე მესიჯებს და მამაო იძახდა, რომ რატო არ მიცავს მეშიო, თითქოს უკვე იკითხებოდა ის, რომ მეორე დღეს შიოსთვის უნდა და ვისგან არ მიცავს, დიმიტრი სამხარაძეს. დიმიტრი სამხარაძეც ისეთივე მრევლია, მეუფე შიოსი, როგორიც თავად არის. თავად გასაგებია, რომ ის ჩვენ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველა სასულიერობებს, არა მხოლოდ მართლმადიდებლობას, ყველას ვცემთ ძალიან დიდ პატივს, იმიტომ რომ საქართველო და მით უმეტეს თბილისი არის ტოლერანტობის მექა არის ზოგადად და კულტურათა დიალოგის და რელიგიათა შორის დიალოგის და მულტიკულტურალიზმი ევროპაში კი არა, ჩვენთან არის. კი ბატონო, მე იმასაც კი ვიძახი ხოლმე, რომ ყველგან ხოცავენ ერთმანეთს, მათ შორის როცა იძახე, რომ თბილისი მეორე იერუსალიმია, მე ვიძახი ხოლმე, რატო პირველი არა. ჩვენთან კონფესიები ერთმანეთში არ ჭუბობენ. ეს ფაქტია და ის ამკუთხედი გახსოვთ თქვენ ძველ თბილისში სხვადასხვა სარიტუალო ტაძრების.
და ეს ადამიანი მაქსიმალურად ესე იგი იძახის რომ ჩვენ ადამიანებად არ გვთulis პრაქტიკულად ამ ყოლელებად რო ადამიანებს გამოაცხადებ ხა მეტი რითი შეიძლება წევლაც არის ეს ველსახურისგან და ეკლესიის წევრისგან და რამდენ ადამიანს აბრყოლებს ამ თვალსაზრისით წარმოვიდგინე ეკლესიის მიმართ მე მაგალითად არ მინდა ეხლა ერთ-ერთი მეუფე დავასახელო ყველას ახსოვს ძალიან კარგად შევიდა მიხეილ სააკაშვილთან გამოვიდა და თქვა რომ ეს ხო როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი ეზიარა ახსარება თქვა და მოინანია და აი ხო მაგრამ ეთყობა რომ მოინანია ამ ტექსტიდან გამომდინარე ხო ეთყობა მაგრამ დავანებოთ თავი ეხლა ვერც მეუფე და ვერც მოძღვარი პირადი ვერ იქნება ეხლა პასუხისმგებელი ჩვენც მოგვინანია რაღაცა და შემდეგში ჩაგვიდენია მაგრამ სხვა რამის ვიძახი მე ჩემი თავის უფლება არ მიმიცია მიხვდეთ იმისა რომ აი უკიდურესად არ მესიამოვნო თქვა იმ შემთხვევაში სასულიერო პირის ასეთი პოზიცია მე კრიტიკა არ დამიშვია ჩემი იმიტომ რომ არ შეიძლება რა გამოდის სამღვდელო მით უმეტეს ასეთი იერარქი და იმას აქვს ასეთი აზრი და მორჩა და დამთავრდა მაგრამ ასეთივე მაქვს ნებისმიერ დიაკვანთან და მგალობელთანაც მათ შორის და რა ვიცი სტიქაროსანთან და ასე შემდეგ და საერთოდ მოყვასთან მაგრამ ადამიანი რომელიც გამოდის და პრაქტიკულად აი პირდაპირ კუპრში რა ადუღებულ ქვაბში ხელს კრავს უყველას რომლებიც ივჩერები ვართ რა ამ ჩვენს ეკლესიაში ნუგეში ერთ-ერთი ეს არის ხო ეხა ჩვენს ირგვლივ რაც ხდება და დაინგრა სამყარო ხო რომელიც აღმოსავლეთი გინდა დასავლეთი გინდა უკრაინა გინდა რუსეთი გინდა თუ სხვა და სულ ვიძახით ხო ყველა ქართულს პირზე აკერია რომ მართლა ხვდებით რომ მართლაც ეხლა ხვდებით რომ მართლა ღვთისმშობლის წინ ხვდებით ქვეყანა სხვა არანაირი ლოგიკა ჩვენს გადარჩენას არ აქვს რა თქმა უნდა ეხლა ზეციდან ის ძალა ვერ გამოგეცხადება შენ 30 ასეთი ის არ არის ახლა ეს როდესღაც იყო ეს იმიტომ რომ ხალხს არ ქონდა კომუნიკაციის საშუალება და არც დიდი ინტელექტი ქონდა ეხლა ხო პირველ საუკუნეებში ადამიანებს და რა ეს გამოცხადები ხდებოდა ეხლა რაღაცით უნდა მოხდეს ეს რაღაცა უნდა მოგივლინოს ადამიანმა რომ ჭკვიანი ხალხი რაღაცას უნდა გაიხედო გამოიხედო მიხვდე ანალიზი გააკეთო და შენი ქვეყანა მართო რაღაცნაირად მაგრამ მართავს არა მხოლოდ მართველი მართავს ხალხი ხო ხალხს ეყდობა მადლობა ღმერთს რომ ამ ქვეყანაში დიდ უმრავლესობას აგერ უკვე რამდენი წელია იჩენს სიბრძნეს კი არ ულხის და ყველას რო ეხა ერთ ქვაბში ეხა ჩართეს ეს გააცოცხლეს თავისი ეს ფეიქ კამპანიები იმიტომ რომ ქართული ხელისუფლება ეხლა ძალიან აქტიურად რა იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ ეხლა მოინდომეს თავიანთი ძველი ტალახების ისევ ამოზელვა და ისევ მოსროლა და განსხვავებით ხელისუფლებისგან და სხვა სტრუქტურებისგან ესენი ისე უაპელაციოდ ისრიან ყველას მიმართ რა ეს ჩემს მიმართაც განხორციელდა და სხვათა შორის აუცილებლად მე პოსტიც დავწერე ამ ღრმად პროვინციალ ლელოს ახალ გამოჩეკილ კმარელებს კუპრაძე თუ კუპრაშვილი და არაფერი ერთმა ბინიდან ხალხის გამოსახლებაში დამდო ბრალი ეს ხო გავლილი ეს მეუბნება ადამიანი როდესაც მას კუკავა მუთხა რომ შენი პარტია ამწუთა სასახლის ზუგდიდი და ეს ხო გავლილი გვაქვს არა ეს გავლილი მაგრამ ეს თავიდან ჩაირთო ხო მაგრამ რა ვიცი ვიღაცა მკვლევარი არის ესე იგი ვითომ დამოუკიდებელი ვიღაც ჟავანაძე რომელსაც ავატარა თუდებს მელიას მხარზე ზის თუთიყუშივით და ის იძახის რომ მე რაღაც კორუფციაში მქონდა ამის ფორმას მე მოძებნი ერთმა ლელოელმა უკვე ბოდიში მომიხადა უბრალოდ მისი ცოლის და ჩვენი ძალიან ახლობელია კარგი ოჯახია და ვინდობ მას ახლა თორე ბოდიში მომიხადა და მე ჩემგან არ მიიღო შეწყნარება იმიტომ რომ ერთი არის იქ ნოე ჟორდანიას სურათის წინ რომ მიხდი კომიტეტის მოსმენისას ბოდიშ და საჯაროდ მე ვთხარი ჯერ საჯაროდ მომიხადე ბოდიში მე მობრძანე ეს არის კაცობა თუ მოინანიე და შენი ხელის გამოწვენა არ მინდა და არც ჩამოვარტვი ბუნებრივია ხელი ამათაც მოუვათ ეს თავის დრო და ფორმა შესაფერის მოუძებნი როგორც მოგახსენე ხო და მე ძალიან მინდა ვთხოვო მე არასდროს არც გავაკრიტიკებ და არც ვაკრიტიკებ ველსახურებს იმიტომ რომ მე ყოველთვის მასწავლე და ბებიაჩემი იყო უაღრესად ბორწმუნე ადამიანი და კანაფზე კიდევდა ჯვარს მაშინ როდესაც კისრიდან წვეთდა სასწავლო ნაწილი როცა ნახავდა ჩხრეკა იწყებოდა გულიდან და მაშინ ბებიაჩემი მეუბნებოდა სულ ყოველთვის და ბაბუაჩემი ცხონებული რომ შენ მღვდელი არ განიკითხო იმიტომ მას მეტი მოეთხოვება შენ ნაკლები მოგეთხოვება და იმას გაცილებით მეტი მოეთხოვება იმას მეტად უტევს ეშმაკის ხო ამიტომ მე არ მინდა რომ მათ იფიქრონ ჩვენ მათ ჩვენ კი არ მტრობთ მე პირდაპირ ვიძახი ელემენტარული კითხვაა რომ მაგალითად ხო შენ შეგიძლია კითხო დოროთეს ადამიანო მეგობარო რომ ევროპა მოითხოვა ორი რამ იმისთვის რომ ეცნო არჩევნები ევროპელმა
deep state-მა, ევროპულმა deep state-მა. ორი კანონის გაწევა. ერთი იყო ეგრეთ წოდებული რუსული კანონის სინამდვილეში გამჭვირვალობის კანონი და მეორე კანონი, რომელიც გააფრთხებით მოითხოვეს, ეს არის არასულტანთა LGBT პროპაგანდისგან დაცვის კანონი. და თუ ევროპა ოფიციალურად ამას ითხოვს, შენ მგდელო, მგდელმსახურო, რა კომენტარი გაქვს ამაზე? აი მე უბრალოდ ვერ ხვდები, რომ იცი რა, მეც აძლევს ეს ლოგიკა სად არის? ეგ ხო ხელს გულზედებს ახლა. იქამდე მივიდნენ, რომ ქალბატონმა კოსმა საერთოდ ზოგადად ისე მიჯირყნა ზოგიერთი ისე ხელისუფალი პრემიერ-მინისტრები და სხვები, რომ უარი ათქმევინა მათ ოპოზიციას იმ ესე იგი პრო-ქრისტიანულ განცხადებებზე და ბოდიში მოახდევინა, იმიტომ რომ ეს კი არ არის არჩევით, ეს ესე არის. და აგერ ნათქვამია ხო 2022-მდე თუ 30-მდე ეს პრაქტიკულად ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყანა კანდიდატებს ხო საერთოდ ვინ შეეკითხება. ეს ამბავი, რასაც ჩვენ აქ ვამკვიდრებთ ოჯახური ღირებულებები, სარწმუნოება და ეს საერთოდ არ უნდა არსებობს. ეხლა მე გეტყვი, რატომ არის ერთი ხაზი და იკითხება. როგორ შეიძლება, ხო, ეკა გიგაურიც და მამაოც, ხო, წინამძღვარიც ერთი და იგივე საუბრობენ. ტექსტით საუბრობენ. ერთი და იგივე ტექსტი, ერთი და იგივე მესიჯები, რუსული ოცნება. ერთ-ერთი მსოფლმხედველობით. რუსული ეკლესია. ძალიან მინდა მაინტერესებს ერთი ჟურნალისტმა კითხოს მამა დოროთეს ერეკლემ მეორეს ამბავი როგორ არის? ეგეც პრორუსი იყო? ისეთი პროფანაცია, ისეთი წარმოუდგენელი დამახინჯება ხდება. სადამდე მიიყვარეს ახალგაზრდები, ნახეთ, არავინ არ ეუბნება. ჩვენ ხო როგორ გვიგონა 5 წინადება იყო ქართული კანონი, რასაც მე ხმა მივეც. ასეთ არ იყო არაფერი მასში, არც რუსული და არც ამერიკული. თაგმა თხარაო, კატა გამოთხარაო, ეხლა შემდგომმა პარლამენტმა მიიღო სწორედ ამერიკული ფარას ანალოგი, ხო? ეხლა ეძახონ რუსული. არ მოწონთ მაგრად, იმიტომ რომ აეწონთ. ერთი ადგილი. ნახეთ რაც გეუბნებით, პირდაპირ იძახიან რას? ერეკლე ტრაქტატი და მე აბავენ ის რაც გაგვიკეთა ისა რა ქვია რუსეთმა და ბოლშევიკებმა. ჯერ სხვადასხვა რამე. ერეკლეს მდგომარეობა იკითხე და რა ხდებოდა და რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ძალიან დიდ პატივს მუსლიმთებს, ისე როგორც სომხურ ეკლესიას, ისე როგორც ებრაელებს, სულ ყველას, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სულ ყველას. არ ვიცი, ესე გავიზარდეთ, ესეც სამყაროში გავიზარდე მე, რომ საერთოდ არავინ არავის არ ეკითხებოდა, შენ რა ჯურის იყო და რა აღწარებოდა. ეკითხებოდი თბილისელი ხარ თუ არა, ესეც კი ზედმეტი იყო, მაგრამ ნუ ასე ჩანდა ადამიანი თბილისელი იყო. გავიზარდეთ, ბოდიში ამ ხალხთან, მაგრამ ერეკლე მეფეს ის ისტორიული გადაწყვეტილება რომ არ მიეღო მაშინ ჩვენ ახლა გულზე ჯვარი კი არ გვეკიდებოდა და დროშაზე ნახევარ თვარე იქნებოდა და ხელში ვაზი ნამდვილად არ გვეკიდებოდა. ერთი რამე რომ ვკითხოთ, ან მეუფეს არა, მეუფე ზედმეტია. მამა დოროთეს. არქიმანდრიტი. აქაც არა, შეკითხვა ესეთია, რომ რუს წმინდანებს, რუსი ეროვნების მქონე წმინდანებს, რომელიც უხვად არის და რომელსაც ჩვენ პატივს მივაგებთ, ისევე როგორც ქართველ წმინდანებს იაგებენ იქ პატივს. არც ძემს პატივს, ანუ ისინი მისთვის წმინდანები არ არიან. ხო, ნუ მან რა თქმა უნდა, ადვილად გაგვცეს პასუხს, მაგრამ შეიძლება უკვე ვეღარ შეტოპილი აქვს და ვეღარ გაგვცეს. ის ხო თავს უკვე პოზიციონებს როგორც მკვეთრი ანტირუსი. მოდი სხვა შეკითხვა დაუსვათ, კაცო, აქ ხო ცხოვრობენ რუსები, აქ ხო ცხოვრობენ ადამიანები, როგორ შეიძლება მე არ მახსენდება არც ერთი ისტორიული ეპიზოდი, როდესაც ფაშისტურ გერმანიის მოქალაქეებს, რომელსაც ბუნებრივია ხელი შეუწყეს მაშინ ჰიტლერის აღზევებას, ხო? Rise of Devil ფილმი, იქ ფანატიკოსები რო არ ყოფილიყვნენ, ხო? ხა ერთი ჰიტლერი და ერთი გებელსი ალბათ ვერ მოახერხებოდა, ხო? აქ იყო მთელი ნაციის მხარდაჭერა გასაგებია, მაგრამ ვინმე ეძახდა როდესმე შეგერმანელო? მაინტერესებს, უბრალოდ თუ ასეთი რამ გსმენიათ რა. ებრაელებისგანაც არ ამსმენია რაიმე ასეთი ეროვნული ნაციონალური ტიპის ესეთი დამოკიდებულება სხვის მიერ. ეხლა ეს საერთოდ რაში გადაზარდეს? ესენი საერთოდ მართლა ფანატიკოსები არიან, მართლა ბოროტის მსახურები არიან, ოღონდ ვიძახი იმ ადამიანებზე. წარმოიდგინეთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობა. ეხლა ალბათ ამ კაცად ჩართავენ რა ამ ადამიანს ამ მოძღვარს, რომელიც მინდოდა მეთქვა არქიმანდრიტი იძახის და ის დეკანოზია. კიდე ხალხი ვერ გაიგებს ბევრი დეკანოზი არის თეთრ სამღვდელოებაში ეს მისი ის ზღდელია და ის ზღდელია ბერი და შავი სამღვდელოება მამა ანდრია ჯაღმაძის პირდაპირ გეტყვი ნამოღვაწარი მე რომ ჩემი თვალით არ მენახო თითო აგურაგურს რო დაატარებდა კიკეთის ტაძარში და ულამაზესი ლავრა შეგვი ისევე როგორც მე პირველად როცა ეკლესიაში მოვხდი 16 წელს იქ დამხვდა ორი ახალი ის მღვდელმსახური ეს იყო მეუფე თეოდორე ჭუაძე და მეუფე საბა
ეს ადამიანები ზურგით ატარებდნენ საფარის მონასტერში ლოდებს. მაშინ არ წყალი იყო, არ ჩუქი იყო, არც ხელოვნური ისა რა ქვია, არც გათბობა, არც ელექტროენერგია და სიბნელეში სანთლიშუქზე აშენებდნენ, წმინდავდნენ, აპრიალებდნენ იმას, რაც დღეს საოცარ მონასტრად აღდგა კვლავ. და ასე დაკნინება საკუთარი მე პირად წყენების წამოწევა. აი გარი თავად. თო პირად წყენების იკვეთება მან აშკარაა რომ ჩემი დიაკვანი კვლავ დიაკვანია. ნუ ამაში არ შევალ მე, მაგრამ ჩვენ რას გვიშვები ადამიანებს, რომელიც ეკლესიას უყურებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და ეკლესიას როგორც ხსნას, ნუგეჯს და უპირობო ავტორიტეტს. რატო გვიჩენ ჩვენ იმის ცნუნებას, რომ მაშინ თითოეული განვიხილოთ მაშინ და არიან ამ იმის მომხრეები, რომ რაც ერიო ისბერიო და ამ ნარატივში შესვლა ბევრს გაეხარდება და ეხა სადმინდის სიგიჟე სადმინდის დააკვირდი რა ესე იგი ეროვნული რუსი ხო არა ეხა რუსი აღარ იყო გათავდება ეს რუსი ეხა იმის არ იყო სპეცი გიორგი სააკაძის ფილმში რომ რუსი მოდის და ნუ ასე ხო ნუ ეს არ იმუშავებს ეხა ფილმში ერთი სერია იმუშავა და რამდენი სერიას იმუშავა ეხლა ადამიანები რომლებიც აი კარდაკარ დადიოდნენ ეხვეწებოდნენ ჩინელებს სხვა ეროვნების სწავლება ინვესტიცია ეხა არაბული ინვესტიცია აი ცალკე ოღონდ ეს სხვა ხალხია დამდგმელი რეჟისორის ნახე რა არის რომ ათქმევინო ბიზნესმენ ყოფილ ბიზნესმენებს თუ რაც არიან პროევროპელებს ხო პროევროპულ ფსევდო პროევროპულ ადამიანებს ათქმევინო რომ ეს იქნება არაბული ისტორიული ინვესტიცია ასე ხო შეიძლება ერთ დღეში დააკნინო წარმოიდგინე როგორი ორკესტრირებული არის ყველა მხრიდან ჩემთვის ძალიან სამწუხაროა რომ კონსერვატორების და მათი დაემთხვა ერთმანეთს მაგრამ იმათ თავისი მინუსები აქვს და ამათ მინუსიც არ ქვია ესენი არიან ადამიანები როგორც ემუშავებოდნენ ჩინელებს და ანაკლიაში ვერ მოიზიდეს იმიტომ რომ მათდამი ნდობა არ იყო ისეთი როგორც არის დღეს ქართული ხელისუფლების მიმართ ხო ნდობა არა და ბიზნეს ჭირდება თავარი არის ნდობა და შვიდობა მეტი არაფერი არ ჭირდება მე არის კანონმდებლობა რა თქმა უნდა და ასე შემდეგ ადამიანებმა მოახერხეს მოდი პირდაპირ ვთქვა ვიძინა ივანიშვილმა ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა პრემიერ-მინისტრმა რომ უპრეცედენტო ინვესტიცია არა და პირველ სერიაში დაგვრცინოდნენ რომ რა ეს 6 მილიარდიო და ეხლა თურმე ეს გადაიქცა ხო ეს თურმე გადაიქცა სიცოცხლის დასასრულად გახსოვთ თქვენ შეგახსენებთ ძალიან მარტივია მოსახლეობას მინდა უთხრა რა ჩემს თაობას ემახსოვრება ახალგაზრდებს არ ემახსოვრებათ როდესაც აი დღევანდელი შერატონ მეტეხი პალასი ეს მაშინ შეიძინა ავსტრიელებმა ხო აუზბეკმა და იძახდნენ რომ თბილისმა დაკარგა გული აღარასოდეს აღარ ექნება თბილის არ დაუბრუნდება უცხოელი მაშინდელი თბილისური საზოგადოება და საქართველოს ზოგადად სადაც კი გადიოდა სადღა არის არც აუზბეკი აღარ არის არც ის არის მესამე ვის გამოიცვალა სად არის მაინტერესებს დავკარგეთ შერატონ მეტეხი პალას ვინმე არ გვიშვებს ჰუალინგის ამბავი გაიხსენეთ ისტერია აბა იქ სულ აქ ჩინელები ჩამოსახდებიან იმ ხალხმა არაჩვეულებრივი დასახლება ქართველები ცხოვრობენ იქ კაცო მეცაც გეტყვი სპეციალურად დავინტერესდი ამ ისტერიის და ისტერიკის დროს დავინტერესდა საერთოდ ჩინელი არ ცხოვრობს არა ქართველები ცხოვრობენ ხო ნეტა შეგვეძლოს ჩვენ ესე შერჩევით რომ მოვახდინოთ საქართველოში ექსპანსია იმის არაბი შეიხების არა ქართველები ცხოვრობენ ხო ეხლა აუჩემებიათ რომ $5,000 ჯერ მითქვა რომ $5,000 $5,000 შეიძლება პარიზის გარეუბანში $5,000 ახლა წინასწარ საბაზრო ფასის განსაზღვრა როგორ შეიძლება მშვიდობა იყოს საქართველოში და ხო ნეტა ღირდეს 5,000 ვარწმუნებ ყველას რომ თუ არაბების მიერ აშენებული სახლში გახდება 5,000 დარწმუნებული ვარ 2,000 გახდება თემქაზე აი გარწმუნებთ რა თქმა უნდა რა შანსი არ არსებობს მსგავსი არ არსებობს იციან საერთოდ მსგავსი პორტუგალის სახლი რო იყიდო კვადრატული რა დაიდება 5,000 რო დაუჩემებიათ რომელი არაბი შეიხი იცხოვრებს $5,000 კორპუსში ახლა ფონიჭალაში რა და იმ არაბებსაც ვინც ცხოვრობს ჩვეულებრივად და რაღაცა სოციალური შეჭრება აქვს რატო აიყრება ახლა თავისი და ჩამოვა ჭედა და 5,000 ეს 5,000-იც ბლეფია რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტური საპიზმი კვადრატული 5,000 თუ მინდა 5,000 კვადრატული $5,000 იქნება და ასე ორამეს უპირისპირებენ ერთმანეთს თურმე ხალხი აიყრება იქიდან საწყალი არაბობა ну გავიგეთ რომ დიდარი შეიხობა არ აიყრება 100%-იანი და არ გადმოვა ფონიჭალაში მაგრამ რაღაც არაბების ჯგუფი არსებობს რომელიც მომდგარია კარს ეხა და როგორც კი აქვს შენებლობა დაიწყება შემოვარდებიან ეს არის არა სიგიჟია ეს პროვინციალიზმია მე ადამიანებს რომ მართლა სასარგებლო იდიოტებად ნუ მიემსახურებიან ეს არის სიბოროტე ესენი სპეციალურად რასაკეთებენ ახლა ვერ ჩამოშალეს ხელისუფლება ეკლესიას ხო ფეხის ფჩხილიც კი ვერ მოაკვნიტეს ეგრეც იქნებოდა მომითხოვია ეხლა ეცნენ მშვიდობა
არ გამოვიდა არანაირად რომელი ემისარი არ გამოგვიგზავნეს ხო ელჩი იქნებოდა თუ სხვა და ნუ იქიდან ხო ისა ვართ რა ქვია მე მეცინება ხოლმე ჟურნალისტებს ამ ოპო ჟურნალისტებს რომ ევროპელმა კონგრესმენებმა განაცხადეს არ არიან კონგრესმენები ევროპაში ძვირფასებო ევროპარლამენტარები არიან და სხვათა შორის მოიკითხეთ თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკური საერთოდ რა აქვთ რა კრედიტი და რესურსი რა საერთოდ ხალხი რა ქორუმით ირჩევენ ხო რა კვორუმით ირჩევენ საერთოდ იმ ხელისუფლებებს და აქ რო გაგვიხურეს თვითო თავის იმას ახის ქორუმზე რო ამბავი ატეხეს ხო რა ეხა იქ რა ქორუმია ნიუ-იორკის ახალი მერი რა ქორუმით არის არჩეული ეგეთ ქოქოლას ხო ეხლა ეს შვიდობა ვერ ჩამოიშალა ქართულმა ხალხმა შვიდობას უთხრა კი და სიბოროტეს და სიავეს და ომს მით უმეტეს უთხრა კაფიო არა ეხლა მიადგნენ ბიზნესს ამიტომ რომ ბიზნეს გარემო თუ დაზიანდება აუცილებლად რა თქმა უნდა ხელისუფლება დაზიანდება ყველაფერს პასუხისგებელი ხელისუფლება მაგრამ რა თქმა უნდა მე ხალხს დაარტყავს ხალხის თუ დაარტყავს ჯიბეზე ეს იქნება სოციალური აჯანყება აი უტრიალებენ ამ ქვეყანას საიდანაც გინდა მიადგება სანქციებზე სირბილი საქართველოს გაშავება ხელისუფლების გაშავება ადამიანების გაშავება ადამიანებს რო აშავებ ნორმალური არის ხა ვიღაცა ადამიანების ჯგუფი ზის და ერთ კაცს მიადგები საერთოდ არაფერი არ დაუშავებია ქვეყნისთვის და ჩასოვენ ვიღაცა უბირი იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სიაში რომელსაც მაგალითად გოგა ხაინდრავას ეხლა შეუძლია გადავიდეს ბალტიის ქვეყნებში იმიტომ რომ ასე ყავთ ჩაწერილი გოგა ხაინდრავა სინამდვილეში გიორგი ხაინდრავა ესე იგი სახში გოგას რასაც უძახიან ძალიან კარგი მე ვარ მე უკარგესი კავშირები აქვს ლატვიას რო ეხლა არც დამინახია ანუ გოგას აქვს როგორი კავშირი იცი სააკაშვილის დროს როდესაც მის დაჭერაზე იყო საქმე აგერ მე ვარ მოწმე კაცო ჩვენ მეგობრობთ მაშინაც მეგობრობდით და ლატვიაში ცხოვრობდა კაცი მეცაც მაკაცები ყავს მეცაც გეტყვა ეხლანდელი ხელისუფლებები სხვადასხვა ქვეყნებში ეს არის რიგი ხელისუფლებებისა ევროკავშირში ჩადიან დიდ სოდვას ასწლიან მეგობრობებს ანგრევენ ხალხებს შორის ამის ავანგარდში იყო რუსი ისა რა ქვია კომედიანტი ბატონი ზელენსკი იმიტომ რომ მე მინდა ხაზი გავუსვა რომ მას არავინ არ იცნობდა უკრაინელ მსახიობად რა ის იყო რუსულ ესტრადაზე ძალიან წარმატებული პროექტი ხო მათ შორის ერთ-ერთი ბრწყინვალე შარჟი ქონდა სააკაშვილზე და ჩვენ არ გავკეთებ ეგეთი კარგი ხო ჰასტუხის ჭამაზე ოღონდ ქართველებს დაარტყა ხო ეს ქართველებზე რა თქმა უნდა რომ ჩვენ ვართ ესეთი გაუბედურებული ერი და რუსების მიერ რაღაცა დაბეჭავებული ესეთი ადამიანი და აი ეს ყველა ადამიანი და შენ რო ჩამოთვალე არა მხოლოდ ბატონ გოგა სხვებს უამრავი ამაგი გვაქვს იმერებზე რომელთა ძალიან მცირე პროცენტის მიერ არჩეული ხელისუფლები დღეს ჩვენ გვევზია და ბრძოლას უცხადებენ ქართულ ხალხს იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან იცით რა არის რომ ახლა შიშით არავის არა შიშით გვეშინია დაუძლეველი ძალის რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ბრუტალური ძალის თავს დაადგეს ან ჩვენს ოჯახს რაღაც საფრთხე შეუქმნას სანქციების შიშით ახლა ვერავი შენ ვერ აკადრებინებ უკადრებელს მაგრამ გასაგებია რომ შეურაცხყოფ ქვეყანას შეურაცხყოფ ადამიანს ქვეყანას ოჯახს და ამაზე კარგ პასუხს ებ დიდი მადლობა ჩემო ბეკა რომ უკვე კარგახანია ვსაუბრობ და ძალიან საინტერესოა ჩვენ სულ მცირე ხანში ლევანი უნდა შემოვიდეს ნიკოლაიშვილი იმიტომ რომ პარტია გაკეთდა მისი წევრობით აპირებენ ხო განაცხადი უკვე გააკეთეს და საინტერესოა მათი როგორც პარტიის სამხედროობა შენ დიდი მადლობა ჩემო კარგო ყოველთვის გელით რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით მოგესალმებით მეგობრებო დაპირამისაზე ბატონ ლევან ნიკოლაიშვილა ჩვენ განაცემის სტუმარი ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ეს ერთიანია რაღაცნაირად მოახერხეთ და საქართველოსია ლაპარაკი საქართველოს ერთიანობა მე გულისხმობ რომ თუდად დღეს განა რამე მაგრამ გვაგონებს რაღაც რემინესცენციები აქვს მაგრამ ის ხო აიგზალება და ვიღაცა ხო და დამხელია ფაქტიურად აკრძალულია კი ბატონო უკვე აკრძალულია მოდი ვლაპარაკო პარტიაზე კი ბატონო პარტია იმისა რომ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და 98 წლის არჩევნებში მიიღებს ალბათ მონაწილეობას და საუბარი იყო მაგ ხელისუფლების ოდნავი კრიტიკაც ნახე რომ ევრო ილუზიებს არ უნდა მივდიოთ განმარტეთ თუ შეიძლება ეს მომენტი ძალიან მარტივად შეგვიძლია თქვა ამის თაობაზე არის მთელი რიგი საკითხები რასაც ჩვენ ხელისუფლებას ვეთანხმებით სტრატეგიულ საკითხებზე არის ხადია საუბარი რომ ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა სტაბილურობა ქვეყანას აუცილებლად ესაჭიროება ეკონომიკური განვითარება თქვა ამ კუთხითაც რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს აბსოლუტურად ჩვენ ვიჭერთ მხარს ინვესტიციების მოზიდვა იქნება ეს თუ დამოუკიდებელი თამაში ისეთ საკითხებთან მიმართებაში რაც ქვეყანას გააძლიერებს
მაგრამ არის ეს საკითხი, რომელშიც ჩვენ არ ვეთანხმებით ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მოქმედებას. მაგალითად ხედავთ ევროკავშირი როგორ გვეპყრობა, რა ანგარიშებს აქვეყნებს, რა ტაქტიკა და სტრატეგიაც აქვს ჩვენს მიმართ არჩეული, ძალიან მარტივად გაიშიფნენ ყველაფერთან მიმართებაში, ჯერ ერთი როგორ შეიძლება რომ საქართველოს წინ დააყენო, აი ბოლო ანგარიში რაც იყო და რაც განაცხადეს, მოლდოვა და უკრაინა, ხო? რამეთი მაინც. ამით რომ თავი დავანებოთ მოლდოვას, მიუხედავად იმისა, რომ ესე ადვილად ვერ დავანებებთ თავს, ელემენტარულად რა დონეზე ჩატარდა იქ არჩევნები, როგორი არის კორუფციის დონე, როგორ არის სასამართლო სისტემა და ყველაფერს თავი დავანებოთ, ქვეყანა არის DST-ს წევრი. და როგორ შეიძლება ხა DST-ს წევრი ქვეყანა ავტომატურ რეჟიმში გახდეს ევროკავშირის წევრი, ისე რომ არც შეცვალოს ის კურსი, რაც მას აქვს არჩეული გასაგებია მისი ნება არის. ეხლა უკრაინა რო ავიღოთ, ხო? საომარ მოქმედებებში არის ქვეყანა აბსოლუტურად გაურკვეველი არის ჯერჯერობით, მოდით ესე ვთქვათ, კი, მრავალი სცენარი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს, მაგრამ ერთადერთი სცენარი არსებობს. გაურკვეველი არის, ხო, ჯერ ერთი როდის დასრულდება და რამდენად მძიმე იქნება. მძიმე შედეგი რო იქნება ეს ფაქტია. ეგ ფაქტია უკვე. მაგრამ უფრო მძიმე იქნება, ნაკლებად მძიმე იქნება, ეს გაქრება თუ არა ქვეყანა საერთოდ, ხო? და დღესდღეობით ქვეყანას ეხა ამ წუთში აქვს ამოცანა, რომ ერთ-ერთი სტრატეგიული ქალაქი პოკროვსკაია შეინარჩუნოს რამენერად. რაზეც უკვე შეერაღებული ძალები აღარ ყოფნის, სპეცდანიშნულება შეუშვა, სპეცდანიშნულება ელემენტარულად ხა სამხედრო თვალსაზრისითაც ვთქვათ, არ არის მისი ასეთ კონვენციონალში ჩაბმა. BBC-ს გეუბნები მე, BBC-ს. ხო და აი ახლა უყურეთ, რომ ვერ შეინარჩუნებენ პოკროვსკს. გასაგებია. ამ დროს დანაშაული ჩაიგდეს. ამ დროს შალვა უყურეთ. სპეცნაზი რო შეუშვეს. ამ დროს ესე იგი ჩვენ გვეუბნებიან ევროკავშირის ტრიბუნიდან მაღალი თანამდებობის პირები და კომისრები და ასე შემდეგ, რომ უკრაინას უფრო კარგად აქვს საქმე ევროკავშირთან მიმართებაში და რეფორმები ხორციელდება. ესე იგი რა გამოდის რომ ქვეყანა იმის მაგივრად რომ ფიქრობდეს რომ ეს ქალაქი როგორ შეინარჩუნოს, თავი როგორ გადაირჩინოს, საბოლოო ჯამში რო არ განადგურდეს მართლა ბოლო უკრაინელამდე, თურმე წყდარა ზიან და სხედან და რეფორმებით არიან დაკავებული და რაც იწვევს ევროკავშირის საოცარ მოწონებას. ეხლა ჩვენთან მიმართებაში რაც იკადრეს, ამას ქვია დიდი შეურაცხყოფა. და მათ თუ გონიათ რომ ხა შეურაცხყოფა მიაყენეს მხოლოდ ხელისუფლებას, ვინაიდან მათი კურსი არ მოწონს, ძალიან ცდებიან. ეს არის შეურაცხყოფა მთლიანად საზოგადოებაზე, ქართულ ხალხზე, ისე ის ხელისუფლებას ქართული ხალხის უმრავლესობით არის არჩეული, ხო? ესეც არავის არ უნდა დაავიწყდეს. მაგრამ რას გვეუბნებიან რომ თქვენ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი. და ჩვენ ვეუბნებით რომ რატომ? აი იმიტომ რომ სანამ ამას არ გააკეთებთ, რასაც ჩვენ გვეუბნებით და ამას გააკეთებთ ნიშნავს რას? პირველი რომ გაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს და ამ კანონის გაუქმების შედეგად ჩვენ ვისაც გვინდა, რამდენსაც გვინდა, იმდენ თანხას მივცემთ, იმისათვის რომ თქვენ ამოგატრიალოთ, გადაგატრიალოთ და აქ დავსვათ ჩვენი მონური ხელისუფლება, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დამაფერხებელი განემოება გვეუბნებიან, გაუქმეთ ოჯახური სიწმინდის კანონი, ანუ LGBT პროპაგანდა უნდა გავშალოთ თავიდან ბოლომდე და აგერ უნახეთ ხო რა მოხდა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა LGBT+ არის ახალი სტრატეგია, რაც ითვალისწინებს შემდეგს, რომ არასრულწლოვან ბავშვს შეუძლია სქესის გადაკეთება ისე, როგორც ამერიკაში, მშობელი ვერ ჩაერევა და ჩარევის შემთხვევაში ის დაჯარიმდება საკმაოდ სოლიდურად და ვინც ამას არ გაითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ისინი დაფინანსებას ვერ მიიღებენ, აქ დიდ დაფინანსებაზეა საუბარი. ასევე სავალდებულო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყნებისათვის. ჩვენ ვნებით რომ ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ, ჯერ ერთი რატომ უნდა მოგვახვიოთ თავზე ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია თუნდაც მენტალურად, ისტორიულად, ტრადიციულად, კულტურულად და ჩვენთვის როცა მე ამას ვიძახი, არ ვიძახი მარტო ქართველებზე. აქ არ არის საუბარი მარტო ქართველებზე, აქ არის საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ერის წარმომადგენელზე. საქართველო ხო მრავალეროვანი ქვეყანა არის, მრავალეთნიკური ქვეყანა არის, მრავალრელიგიური ქვეყანა და ეს ადამიანები ყველა წინააღმდეგებიან ამას. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ესე იგი რა გამოდის რომ ევროკავშირი გვიყენებს ამ პირობას ან ესე ან არანაირად ან არ მიგიღებთ. რახან ესეა, მოდი ჩვენც უნდა ვიყოთ თამამები და თქვათ პირდაპირ ესეთი ევროკავშირი არ გვინდა. არ გვინდა ჩვენ. ჯერ ესეთი არც გიღებენ. და მეორე ხო რეალურად ამას გვეუბნებიან და მეორე მოდი გავაკეთოთ მარტივი გადაანგარიშება, ხო? იყო რაღაცა პერიოდი, მოდით ვაღიაროთ, მე პირადად ვიტყვი ჩემ თავზე, რომ ფიქრობდი, იგივე საბჭოთა კავშირიდან გამოსული ადამიანი ვარ, დავიბადე იმ პერიოდში, რომ დასავლეთში იყო სხვა ღირებულებები, სხვანაირად იყო და გვინდოდა ამ ღირებულებებთან უფრო დაახლოება და ევროკავშირთან ყოფნა იმის გამო, რომ რის გამო? რომ ჩვენ მიგიღო ანალოგიური სარგებელი და განვითარებული ქვეყანა ყოფილიყავი და ეხლა ჩვენ თუ თვითონ განვითარების თვალსაზრისით ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობ, როგორ უწის ევროპას, ხო ხედავთ.
მე რაღაც არაადეკვატური სტრატეგიები აქვს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომი ავიღოთ. ეხლა უყურეთ, სანქციები დაუწესეს რაზე, ხო? რუსეთს, ნავთობზე. და ამ ნავთობზე არიან დამოკიდებული მთელი ევროპის ქვეყნები. მე მაინც ყიდის, ხო და ის მაინც ყიდის, ესენი მაინც ყიდულობენ. ლეგალურად, არალეგალურად. ფასი გაეზარდა. ფასი უყურეთ, სხვა ალტერნატივა არა აქვს. ან მეორე ვარიანტი რა არის? მეორე არა, უფრო მეორე და მესამე ვარიანტი. ან ამერიკელებისგან უკიდან, ან არაბებისგან კიდეს სამაგ ფასად. და ეს არავის არ აწყობს და სანქციების დაწესებიდან მეორე დღეს გერმანიის კანცლერი მერცი ეხვერწებოდა ამერიკის პრეზიდენტს, რომ იქნებ რუსლებზე რაღაცა გამონაკლისი გააკეთეთო. ხო და აი ესეთ თვალთამაქცევთან, ესეთ მოდით ადამიანებთან, რომელიც მენტალურად სხვა რაღაცებს გვთავაზობენ LGBT პროპაგანდას, თურმე რუსეთი თან მტერია, თან სანქციას უწესებენ, თან ვაჭრობენ მასთან. ჩვენ უნდა უთხრათ რა, კარგია რომ. მოდით რა ესე არ გამოვა. არსებით ლაპარაკობ, ზოგადად ჩვენ უნდა უთხრათ ქართულ ხალხს. ამიტომ, ანუ უნდა უთხრათ, რომ ის დასავლეთი, ის ქიმერა აღმოჩნდა. თვითონ დასავლეთშიც არის გადაულახავი წინააღმდეგობები. ამერიკა ამის სამოქალაქო ომის ცეცხლში არის. ეხლა ჩვენ ვხედავთ ნიუ-იორკში რა მოხდა, ხო? თვითონ დემოკრატებს გაუთხდათ. ახალი მერი თვითონ დემოკრატებს გაუთხდათ. მერი, რომელიც არის LGBT, ხო, LGBT აქტივისტია, რომელიც იძახის, რომ ეს მხოლოდ ემიგრანტების ქალაქი უნდა იყოს, რომელიც დაასუსტებს პოლიციას, რითაც გაიზრდება დარწმუნებული ვარ კრიმინალი. და ტრამპი ხო ცოფებს ყრის, ტრამპი იძახის, თან მეგობრებო, აბა ამას მიაქციეთ ყურადღება. ამერიკაში რამდენი კვირაა უკვე რომ ბიუჯეტი ვერ დგება. ამას რომელიმე სხვა ქვეყანა როგორ გადაიტანდა? ამერიკას გარკვეული რესურსი აქვს, მაგრამ რამდენი ხანი იყო? არ ვიცი, ამდენი ხანი ვერ დგება კონსენსუსი, სად წავიდეს ფული. ანუ პრობლემაა, ხო? რა თქმა უნდა. ხო და აი ხა ეს მე იმის თქმა მინდა რომ დასავლეთი არის აბსოლუტურად სხვა. გაკოტრებული არის. ხო? ბევრ საკითხებთან მიმართებაში. ახლა მე ერთი ევროკავშირი ვახსენე, ხო? იგივე შემიძლია თქვა ნატოზეც, ხო? ნატო რა არის? უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც აქვს ვალდებულება დაიცვას თავის წევრი ქვეყნები. დღე არ გავა, ჩვენ ხო ვიცით არა, ხო უყურებთ, ინტერნეტი გვაქვს, ტელევიზია არის, უამრავი საშუალება რომ ინფორმაცია მიიღოთ. დღე არ გავა, რომელიმე ქვეყანაში ჯერ იყო მარტო რუსულ დრონებზე ლაპარაკი, რუსული დრონი არ შეფრინდეს, თვითმფრინავი არ შეფრინდეს, გემი არ შევიდეს. ეხლა ბელორუსიდან კონტრაბანდის გადატანის მიზნით საჰაერო-ბუსტები შევიდა და მოკვდნენ შიშით. რა საკეთებს ამ დროს ნატო? და ეხლა წარმოიდგინეთ რა. მე მინდა ისეთ უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც გახვრეტილია, ან არ იშლება, არ მჭირდება არაფერში. მინდა მე ისეთ ეკონომიკურ კავშირში შესვლა, რომელსაც ეკონომიკა არ გააჩნია. რა თქმა უნდა, არ მინდა. მე მინდა ისეთი და მინდოდა, ოღონდ ამას ხაზი უნდა გაუსვათ. ეხლა ბევრი გამართება ამის თაობაზე, რომ იცი რა, აი მოსახლეობის ამდენმა პროცენტმა მიცა ევროატლანტიკურ ღირებულებას. კი ბატონო. კი ჯერ ერთი როგორ მიცა ეს სხვა საკითხია. მაგრამ მეორე, ეს იყო წარსული, ეხლა არის დღევანდელი დღე. მოდით ნახოთ რა დღეს რა ხდება ამ სიტუაციაში. რამდენი არის მომხრე იმისა და რამდენი არ არის მომხრე, ხო? მე ერთი დარწმუნებით ვიცი. უმეტესობა საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღი, ეხლა იმათ პატარა ნაწილაკები რო არიან დარჩენილი ოპოზიციაში და სადაც მოსთავეზე დაწიან, არც თვლი, იმიტომ რომ ვერ აზრუნებს ეს ადამიანები ნორმალურად. უმეტესობა გეტყვით ერთ ძალიან მარტივ რაღაცას, რომ მე მინდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ამაყი ხალხი ვარ, ჩვენი იდენტობა გაგვაჩნია, ჩვენის გაგვაჩნია, ხომ? აქედან გამომდინარე, აღარ მინდა მე ბატონო ესეთ იმას შესვლა. უყურე, ხელისუფლების ოპოზიცია რა შეხარ და დაუშვათ ხვალ არის არჩევნები. ძალიან მარტივ. ხელისუფლება კიდევ ერთხელ როცა იძახის რომ ჩვენ დაველოდებით, ჩვენ ნახავთ, აი ეს არის მთავარი. არავითარი დალოდებით. აბა რა, იმიტომ რომ ეს ევრო ილუზიაში ყოფნა, არაფრის მომცემი არ არის ჩვენთვის რა. არაფრის მომცემი არ არის. კიდევ ერთხელ რა, ვის ველოდებით? იმას ველოდებით რომ კიდევ ერთხელ გვიწყნან რომ არა. კიდევ ერთხელ, ანუ ჩვენ იმათ ვაძლევთ რაღაც საშუალებას რომ გვევაჭრონ და რაზე უნდა გვევაჭრონ? ჩვენ ხო ვიცით რომ უკან არ უნდა დავიხიოთ ამ საკითხებთან მიმართებაში. ვიცით. ისინიც არ დაიხევენ უკან. პირდაპირ თქვათ რა. პირდაპირ თქვათ, იმიტომ რომ მათ ინტერესი არ არის რომ შენ გყავდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რასაც შეალია ჩვენმა წინაპრებმა სიცოცხლე, სისხლი, რა ვიცი, შთამომავლობა, ყველაფერი. და ჩვენ ახლა ხელისუფლება თუ გვეუბნება იმას რომ დაველოდოთ, ამაში არ ვეთანხმებით თავისთავად. მე იგივე კითხვა მინდა დაგისვა. ვერ დაველოდებით. რაც აზრი არ აქვს და წინასწარმას სააკაშვილის ფაშისტურ, ნაცისტურ გამონათქვამზე, რომ ჩვენ განსხვავდით ჩვენი საუბრის მანერით, ლექსიკის ჟესტიკულაციით. ჟესტიკულაცია ძალიან დახვეწილი ჰქონდა სხვათა შორის საწყალს, სააკაშვილს და აქვს. და საუბრის მანერა ხო ყველაზე მაგარი ჰქონდა სოფლიოში. ლექსიკა იმის დედავადია. მიხრა მოხრით,
თვალების გამოხატულება ალბათ მზერა იგულისხმება. თვალების გამოხატულება რა არის? არ ვიცი, ეს ისი ქართულია. ანთროპოლოგიურად განსხვავდებით, ანუ ჩვენ ადამიანები ვართ და გრუზინები, ანუ ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ ცხოველები. აჰა. ანუ გრუზინები. გრუზინები. ან ცხოველები, ან ნაკლული რასა რა. თვითონ ვინ არის? თვითონ არის სინათლის რაინდი. იმიტომ რომ მას მიხრა-მოხრა საუბრის მანერა, ბიჭო, მიხრა-მოხრაზე მაინც ნუ ლაპარაკობს. მაგის დედავატირე. საუბრის მანერაზე ნუ ლაპარაკობს. საუბრის მანერის და თვალების გამო ჟესტიკულაციაზე ნუ ლაპარაკობს. ის არის ახლა მოდით ესე ვთქვათ რა, დაწყებული ადამიანია თავიდან ბოლომდე, ვინაიდან ახლა თავის დროზე მას ჰქონდა რომ პირდაპირ ტყიშალო. ჰქონდა რაღაცა შანსი რომ თეცხენზე შემჯდარიყო. მაგრამ ძალიან მალე შეეცადა შემოახტა შავირს პირდაპირ ვთქვათ, უკუღმა. რა შემოახტა და შავირ ხოდა შავირის ვის პატივი ვთქვი. არ არის თლად ეგრეს რა შემოახტა და თავისი დადვიდა აქ ვისაც. რაზე არის? თავის დადვიდა. მაგას ეხლა ვერ ვიტყვი ჩვენ ეთერში თორე. თელმა ეხლა რა ვიგულისხმე? თელმა ყველა მიხდა. ხოდა ისიც მიხდა შავირში მე რა ვიგულისხმე უკუღმა შემოხტა მას. ესეც არ არის ბატონო. ხოდა ახლა ნუ აი ხა ეს არა ეს ახლა კატასტროფა. ძალიან შორს არის ბევრი რამისგან და სამწუხარო ის არის რომ მისმა ესეთმა ქმედებებმა რაღაც პერიოდში ამის კატასტროფამდე მიიყვანეს ქვეყანა და დღეს მართლა 7 ნოემბერი არის ხო? რამდენი წელი გავიდა იმ საზიზღორი უბედურობისაგან, რაც მან მოუტანა მაშინ ქართულ ხალხს ხო? და დღეს იგივე ხა ევროკავშირთან მიმართებაში საუბრობთ ხო? ამასთანაც რაზე იყო საუბარი რომ მედია ყოფილა მიტაცებული საქართველოში. აუ ეს ძალიან მაგარი. აი დღეს 7 ნოემბერს მაინც გავიხსენოთ რომ მედია არის. დღეს არის 7 ნოემბერი მეგობრებო, აბა. წარმოვიდგინეთ რა. დღეს რაზე არის საუბარი, როცა აი ჩვენი თვალით უყურებდით, ხედავდით, ზოგი იქვე იყო მონაწილე, როგორ შევარდნენ მედიაში, გაანადგურეს. და მანამდე რამდენი არხი წაიღეს და მაგის მერე კაცო. ის თქვა რაითად იყო შედარებით ვიძახი რა, მაგრამ იქ რაც გააკეთეს და სხვათა შორის აი როგორი საშინელება რომ იქ ყოფი ადამიანებიდან ზოგიერთი მათგანი ისე მათემსახურება ზოგიერთი გაყიდული იყო და გაყიდული იყო მაშინაც როგორც აღმოჩნდა ზოგი დღეს მათემსახურება და ზოგს კიდევ აქვს სურვილი რომ მათთან იყოს სამსახურში. აი ეს არის უბედურება, ეს არის პრობლემა, თორე პრაქტიკულად რა თქვი, კოლმეურობის თავმჯდომარე გვარდასახელს არ დავასახელებ. ნუ ესე არის. კარგი, მოდი ახლა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა გეგმები გვაქვს პარტიას, როდის გაფორმდებთ აი ჩვენ ტექნიკურ საკითხებზე რო ვისაუბრებთ. უკვე რეალურად დავიწყეთ რა თქმა უნდა თავის დროზე როცა მოძრაობა ვიყავით, მაშინაც კი ვთქვით თუ ნახავდით საჭიროებას რომ პარტიის ჩამოყალიბებაზე ვიზრუნებით, გავაკეთეთ ახლა ეს განცხადება, ახლა ცხადია მთელი რიგი ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი. მათ შორის ისეთი რომ ყრილობა უნდა ჩავატაროთ აუცილებლად, ამას თან ყრილობამდე რომ მივიდეთ მთელი რიგი საკანონმდებლო საკითხებიც უნდა გავიაროთ, ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისობაში, ჩავატარებთ ყრილობას, ყრილობაზე გამოცხადება სტრუქტურა, რაღაც არჩევითი ორგანოები ასე ვთქვათ და დავიწყეთ მუშაობას ისე ცხადია რეგიონალურ ორგანიზაციებთან გვექნება საუბარი და ამ შემდეგ და დავიწყეთ ისე და ვიმუშავებთ ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკურ პარტიას და ამით კიდევ ერთი კარგი რა ხდება შალვა, რაც მინდა აუცილებლად აღვნიშნო, ჩვენ რასაც ვხედავთ დღეს პოლიტიკურ ველზე ხო საქართველოში არის თქვათ მართველი პარტია, არის კიდე რაღაცეები და ვიღაცები და ოპოზიცია სიტყვა უკვე ნელ-ნელა კარგავს თავის მნიშვნელობას. არა, პირიქით, ნეგატიური კონოტაცია უკვე საშინელი რაღაცა გახდა. ამ დროს ოპოზიციამ აპატიებდა აუცილებელი ატრიბუტი არის პოლიტიკური ცხოვრებისათვის, ხო? ოპოზიციაც ხელისუფლება ეგუნა შეიქმნა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოპოზიცია უნდა იყოს ის, ვინც ეთყვის ხელისუფლებას, რომ მე ეს არ მომწონს, ონდ რახან არ მომწონს, ამიტომ მოლოტოვის კოქტეილი კი არ უნდა გესროლო, ქვა კი არ უნდა გესროლო, უნდა გითხრა მე როგორ მიმაჩნია რომ უკეთესად ეს გაკეთდეს. მე ჩემი ხედვა უნდა წარვადგინო, ჩემი გეგმა უნდა წარვადგინო. დაწყებული, თქვათ, იმკიდან გამომდინარე რომ რა ვეყნობი მე ამ გეგმის შესრულების დროს, რა საშუალებები გამაჩნია, დამთავრებული იქნა რომ რა ფინანსებზე არის ეს ყველაფერი გათვლილი. ხო გახსოვს ახლა არაერთი პოპულისტური განცხადება ზოგიერთი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან რომ მე პენსიას გავხდი $1000, 2000 ევროს. ის საფუძველზე აკეთებ ესეთ განცხადებას, დათვლით თუ გაქვს ბიუჯეტი, რა რესურსი არსებობს, როგორ არსებობს ან რაღაც. ან ახლა რომ გააკეთო განცხადება არ გამიკვირდება რომ აი ცოტას თუ გვაცლის ეს ხელისუფლება ან ოცნება თუ წავა, ჩვენ გადავაქცევთ ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფო საქართველოს. გვარი ამდენი ნავთობის წიაღისეული თუ რაღაც. ამიტომ ვიძახი, ჩვენი მიზანი არის რა, რომ ოპოზიციური პარტიის როლში ჩვენ რა თქმა უნდა მომზადებით არჩევნებისათვის და თუ იქნება საკრიტიკო აუცილებლად გავაკრიტიკებთ ხელისუფლებას, თუ არ იქნება საკრიტიკო და კიდევ ერთხელ ხას უსვამ რომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც
შენ ხარ უნდა დაუჭირო თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ. და რაშიც დავა და კამათიც არ შეიძლება და ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, გზების მოძიება, მეზობლებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ხელისუფლებას არ შევწინააღმდეგთ, როგორც ხდება ეს ნორმალურ ქვეყნებში. მაგრამ თუ იქნება რამე სხვა საკითხები, მათთან ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება კამათი. და რა თქმა უნდა, კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოსაღებია სწორედ. აუცილებლად. ამი იმიტომ გაიზომოს. ამ სულისკვეთების მქონე კაციც მოდის. ეს რას ფიქრობენ ამის ხალხაზე? კი და რას ფიქრობენ? არა, სავსებით გეთახმები ლევან ნიკოლაიშვილი იყო ჩვენ განცემის სტუმარი, გოგა ხანდავასველი ცოტა ხანში. გოგამ გამახსენა 7 ნოემბერია ჩვენი უახლესი ისტორიისთვის ცუდი თარიღი მე ვიტყოდი და არის ჩვენი ისტორიის სახელოვანი თარიღიც უმძიმესი და არის სახელოვანი თარიღიც ერეკლე მეორის დაბადების დღე ჩვენი ერეკლეს დაბადების პატარა კახი საყვარელი კაცი ხო ჩვენ უნდა ვისაუბროთ მის უღირს საშინად უღირს და არაადამიან შთამომავალზე კოლეგაზე ბჭყალებში სააკაშვილზე რომელსაც ფაშისტური ტექსტი მოსცხო და ამაზე მთელი დღე ვლაპარაკობ ეთერში და ეგ არის მანიფესტი ეგ არის ფაშისტური მანიფესტი რა მაგას დადო ეს იგი რაც აზრად გქონდა ყველაფერი ეს ხო იცი როგორი რამეა სახარებაში ან ნათქვამი არ არის აფარული რომ არ განცხადდეს აი ეს იგი რაც მთელი ამ წლების განმავლობაში იქიდან მოყოლებულ რაზე დაფუძნებული ჩაატარეს 7 ნოემბერი 26 ეს ყველაფერი განაცხადა და დადო ფაშისტური მანიფესტი ანთროპოლოგიაზე ლაპარაკობს შენ წარმოიდგინე რა ანთროპოლოგიური განსხვავება ხო ეს რაზეა რას იძახისო ესენი უნდა მოისპონ და ჩვენ და დეგრუზინიზაცია ხო ისე ამის სიკითხვა არაფერია მაგრამ ამის უკან რა დგას იცი ამის უკან დგას ევროკავშირი კი ბატონო ეს ბიუროკრატია გადაგვარებული გახსნილი ფაშისტური ეს იცი როგორ აი მე მაგათ პორნოლიბერალურ სამყაროს ვეძახი თავისი შახინებით ამერიკაში ვილსონებით კოენებით რამე ეხლა შენ წარმოიდგინე რამხელაზე გადაგვარებული და გონება დაკარგულები არიან რომ წერილი მიწერეს რუბიოს რომ USAID-ის ყოფილი თანამშრომლები არიან ქართული ოცნების შეტევის ქვეშ და დაიცავით ისინი და რუბიომ გააუქმა USAID ხო როგორც დაწესებულება რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ცდილობდა რევოლუციებს ესე იგი წარმოიდგენ როგორ აქვს გონება დაბნელებული და ეხო ცნობილია მე და შენ ხარ მოგვიგონია რომ ადამიანია კაცს რო ჟის გონებას უბნელებს როგორ დაუბნელა გონება ამას ეხლა ნუ ეს საერთოდ ეს მოვლენა არის სახე თუ შეიძლება გადაგვარების ამერიკის შეერთებული შტატების მისი პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ეს არის ეს ვირსონი რა ეს კატასტროფა წარმოუდგენელი რა და ეხლა ხან ისევ აერჩიეს შენ წარმოიდგინე სად არის ეს ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების საფუძველი ნიუ-იორკი ქალაქი რომელიც არის ნუ აი ამერიკა თუ რამე არის წარმოიდგინე კომუნისტი სოციალისტი არა კომუნისტი აერჩიეს და სანამ მოხდებოდა იმ საბოლოო შედეგების გამოცხადება სოროსის შვილმა მიულოცა მთელ ამერიკას ესე იგი სოროსმა დასვა ეს კაცი რომელიც 2018 წელს გახდა მოქალაქე 7 წლის წინ უგანდიდან ჩამოსული ინდოელი წარმოშობით გახდა ნიუ-იორკის მერი შენ გესმის სად არის ეს ქვეყანა ეხლა ამას თავი რომ დავანებოთ პელოსი მელოსი რამე ნუ ეს შახენი მახენი ეს კატასტროფა სრული ვილსონი აზე ხა კოენი და რამე ესენი მართავენ ამ ქვეყანას და ამის თავზე ის ტრამპი რომელიც ნუ აი მე არ ვიცი ხა ჩვენზე მეტი მხარდამჭერები ამერიკაში არ ყავდა მაგას ჩვენ რო ყავდა ჩვენ რომ ხარს უჭერდი და ჩვენ რომ ვცდილობდი და ჩვენ რომ ლოცულობდი ტრამპს ვერ დაუკარგავ რომ ტრამპი მოსული რაღაცები ხელისუფლების სათავეში ამდე მე არ ამგონია რომ სოფლიოში რომელიმე სხვა ქვეყანა ყოფილიყო ხო მაგრამ ტრამპმა გააკეთა ეს გაუთმეველი ბაკი-ბუკი გაუთა ლა ტრალ ერთი წელი შეუსრულდა დღეს 4 ნოემბერს რაც აირჩიეს არც ერთი სიტყვა რომელიც მაგან თქვა არ არის აბსოლუტური არა ის მე მაინც მომწონს
თუნდაც USAID-ის გაუქმება, თუნდაც ამერიკის საელჩოს არ ჩარევა ჩვენ შინაგან როგორ არ ჩარევა, ეხლა მეტი ჩარევა რა უნდა ისეთი იყოს? დოზით არ ჩარევა, როგორც მეტი ჩარევა რა უნდა იყოს, შეხედე რა განცხადებებს აკეთებენ აქედან სხვა საქმეა, რომ საქართველოს და ჯორჯიის შტატში ერთმანეთი შეერევა და აზე არ არიან ვიზე ლაპარაკობენ, ეგ სხვა საქმეა. ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის, ეს იცი რა არის, ნებისმიერი იმპერია ნებისმიერი სხვადასხვა ფორმაციებს განიცდის, ხან მაღლა, ხან დაბლა, ხან დამარცხდება, ხან ამაღლდება და ამის შესახებ აგერ არის ჩვენი მეზობელი, აქეთ არის ირანი, აქეთ არის თურქეთი, აქეთ არის რუსეთი, აზე ხარა სამეზობლოში ვართ, ხო? ამიტომ ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს, მაგრამ იქ ყველგან არის ეთნიკური ერთობა, რომელიც საფუძვლად უდევს იმპერიას. ამ იმპერიას არანაირი ეთნიკური ერთობა საფუძვლად არ უდევს. იქ არაფერი არ აკავშირებთ, მაგათ გარდა იმისა, რაზეც დაფუძნდა ამერიკის შეერთებული შტატები. ეს იყო ჩვენ გვჯერა ღმერთის, რაც ფულზეც კი უწერიათ in God we trust. ეს იყო კერძო საკუთრება და ეს იყო კანონი. და გარდა ამისა იყო დამფუძნებელი მამები, რომელმაც წესები შემოიღეს, რა წესებსაც ყველანი უნდა დათანხმებოდეს. აღარც ერთი ეს პოსტულატი ამ ქვეყანაში არ არის. რაღაც ახალი ამბავია. არ ვიცი ჩანაწერი გვაქვს თუ არა ჩვენ. იმედი ავრცელებს, რომ ჩანაწერი გაისმა ხოშტარიასი და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ხმები. ხო, ნუ ეხა. და ჩანაწერში ხოშტარია ამბობს, რომ უცხოელებიდან მიიღო დავალება, გადაეცა ინფორმაცია, მათ შორის სამხედრო შინაარსის. ნუ ისი როგორი რამეა რომ ოპოზიციის აშნაო საქმეები გამოგონილი ამბები გარეთ საკაღალდებით გაქონდა თუ შეიძლება ნახეთ გადაამოწმოთ ჩვენ ეთერში ვიყავით ამ დროს ნახეთ ისი როგორი რამე ხე ხოშტარია და შარვალ ჩახტელი ჯაფარიძე რას იზახეს ეს აღარავის აღარ აინტერესებს თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ყველაფერს ეს გასაგებია ეს სიხლი ამას არაფერი არა ჩემთვის მნიშვნელოვანია არა კი მნიშვნელოვანი ყველასთვის არის მაგრამ მე იმდენი რამე გვა გაგონილი იმდენი რამე გვინახია მაგათი ჩადენილი არაფერი გამოძიება ამას არ ჭირდება ციხეში ვიცოდით რომ ცუდი ვითარება იყო ძალიან კადრებმა ხო საერთოდ აგვაშ არა კი გასაგებია არის დიდი მნიშვნელობა არა ეს კადრები ამათი დანაშაულის არის ყოველდღიური ისევ როგორც ხაზარაძე ჯაფარიძე. შენ წარმოიდგინე როგორი უტიფარი უნდა იყო. როგორი უტიფარი უნდა იყო რომ განაცხადო რომ ჩემმა ცოლმაო იმას ფიშერს რომ მიაბარა ის მიაქირავაო სახლი მე რა შუაში ვარო ჩემმა ცოლმა მიაქირავაო ფიშერსო. და მე რა შუაში ვარო. მე მგონი აგერ იმედის ვიდეო არსებობს ხო აბა ნახოთ. გაუშვით მაშინ თუ არის არსებობს ხო და მოკლედ ძალიან საინტერესოა რა არის რაზე არის საუბარი და მე გაუშვებ აბა აგერ უკვე იმედის ლოგოთი არის ვიდეო გავიდა მოდი სიგნალი არის თემები რა თემებიც აინტერესებთ ანუ რა ინფორმაცია აინტერესებთ მაგალითად ინფორმაცია იმ ბიზნესებზე რუსულზე რომელიც აქ იხსნება მაგალითად ნავთობის შესყიდვაზე მაგალითად სამხედრო სფეროში რა ხდება მოკლედ კონკრეტული სია ჩამოგვიწერეს კითხვების და გითხრეს რომ ამ თემებზე მოგვაწოდეთ ხოლმე ინფორმაცია მუდმივი დაახლოებით 100 გვერდიანი დოკუმენტი შევკარით და რაღაცებს უგზავნით გადასამოწმებლად რაღაცებს უკვე თქვა დადასტურებულ დოკუმენტებს და ასე შემდეგ და წინა ჩასვლაზე სადღაც 1-2 თვის წინ თქვეს რომ მუშაობენ მათ შორის ამერიკელებთან და ბრიტანელებთან რომ ეს საანქციების თემა დაძრა, რაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ ამერიკელებისთვის ეს საანქციების თემა არის ბევრად უფრო დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, ანუ როდის დაიწყონ, როგორ დაიწყონ, არ დაიწყონ, რა მოყვება შიგნით და ასე შემდეგ, ანუ ბევრად უფრო დიდი გავლენა ექნება ამას, დიდი ძროები იქნება, ვიდრე ხა უკრაინამ რო გააკეთოს ეს. თუმცა კარგი არის ის, რომ უკრაინელები ლობირებენ ჩვენთან ერთად ამ თემას. ანუ ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად იმუშავებს დასავლეთში, ამათ დასასანქციებდა. დასავლეთში არის აზრი, რომ სანამ ბიძინამდე მიხვალ, ბიძინა უნდა იყოს ბოლო წერტილი, რომელიც მოიტანს შედეგს. რო თქვა რაღაცა ლუკაშენკოს ვარიანტი არის, ხო, просто დასანქციებია და არაფერი არ იცვლება. ამიტომ წნეხის აწევა არის ტაქტიკა. მეც ახლა უცხოელები რომ მეკითხებიან, რომ ეშინიათ, რომ თქვა რა შედეგს მოიტანს, რაუნებენ ნუ დაიწყოთ ბიძინათ. რავი, ნებისმიერი ერთი მოსამართლის დასანქცირება, ან პროკურორის და ეტაპობრივი დამატება იმისი ამი ხო, ანუ იქნება ეს რაღაცა სკვიზინგი რა, ამათ და ეგ ტაქტიკის ამბავია.
უკრაინელებზე ბევრი რამე არის დამოკიდებული და შემთხვევაში უკრაინელების კიდევ მომავალ რაღაცა მორალურ წნეხს ვერ უძლებენ და ამის გამო რაღაცები გადის. თუმცა რაც თქვენ ჩვენთან რაც აინტერესებდათ, იყო ეს ირანული დრონების ამბავი. ეს ირანული დრონები ეხლა უკრაინაში იქცა სერიოზულ პრობლემად და ეს ინფორმაცია რომ შეიძლება საქართველოზე გადაფრენით შევიდა რუსეთში ირანიდან ეს დრონები, ეს იყო მათ მნიშვნელოვნად თვითონ ახსენეს ეს ამბავი რა, რომ მაგაზე თუ დამატებით რაღაც ინფორმაცია მოუწოდეთ თუ დადასტურდა. გასაგებია. ხო, კომენტარი, ხედავ რა ხდება. ეს არის სახე პორნოლიბერალური მსოფლიოსი საქართველოში. ხო, უკრაინა როგორ ერევა ჩვენს? არა, უკრაინაზე ლაპარაკი აღარ არის, ის ქვეყანა არ არსებობს. იქ დასმული არის ბოროტი მასხარა და მის გარშემო ეს თელი წრე პორნოლიბერალების და რაც თავარია ესეთი მასშტაბის კორუფცია, რომელიც ახლა იქ არის, ხო? ეს მე და შენ ხარ ლაპარაკობ, ამას წერს საერთაშორისო მედია. ის მედია, რომელიც ხარს უჭერს მათ რუსეთთან ომში და ამ შემდეგ. მაგრამ მე რა მინდა გითხრა, წარმოიდგინე ისინი ვინ არიან, რომ აი სახე მაგათი არის შარვალ ჩახტილი გირჩი და ლიაკა ხოშტარია, რომელიც ყოველთვიურად დღემდე რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს ფულს. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაცა დემოკრატია, რაღაცა იქ ღირებულებები და არაფერი აღარ არის. აღარაფერი აღარ არსებობს. თავარია რომ ჩვენ ყველა გავითვითრობიეროთ, რომ ეს დღევანდელი სამყარო, გარყვნილი ეს პორნოლიბერალური სამყარო, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის რაც ქართველი ხალხისთვის, ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის, ჩვენი ოჯახისთვის არის მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი დაამხოს და გააცამტვეროს. მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. ვერც ლიაკათი, ვერც ამ მიშა სააკაშვილით, რომელმაც ისევ ვიმეორებ, ფაშისტური მანიფესტი გამოაქვთ. ეს არის მათი უბედურება და ჩვენ ვართ მოწმენი იმისი, როგორ კვდება ჩვენ თვალწინ ეს გარყვნილი პორნოლიბერალური დასავლეთი. ხო, მაგრამ მე მომწონს რომ აი როგორ ვიტყვი ხომ აი ხელში მოუჭირეთ რა, ძალიან მომწონს. არ გავეჭირეთ. მოუჭირეთ. ჩვენ არა, ვერ მოუჭირეთ მაგას. ამხელა სამყაროს ჩვენ როგორ ვარ გავეჭირეთ. იმათ კი არა, ამათ მანქურთებს. ამაზე ლაპარაკი არ არის. იმათ როგორ მოუჭერთ ახლა ესენი ვინ არიან ბიჭო? ამაზე ლაპარაკი არ არის. ყველაფერი არის იმაზე. ის არის, ის რო არ იყოს ახლა ნუ იქ ხო, გავიგე. 300 ვიღაცა არც ხალი, არც კაცი, არც ბიჭი, არც გოგო, არც ქართველი, არც ევროპელი რაღაცა მიზანი რო ერთი შენ გესმის შიზოფრენიის დონე რო გზის გადაკვეთა 15 წუთით არის მიზანი. ხო, 15 წუთით, რა წუთით? ხო, 2 წამით. ხო, 2 წამი. მიზანი არის ქუჩა გადავკეტეთ და მოვიგეთ. და ვიზე არის ლაპარაკი, ამიტომ ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ეხლა შენ წარმოიდგინე იმ გუშინ ქუჩაში გამოვიდე, მეთქი რაღაცა სუნია, მეთქი რა ხდება, თურმე ჯაფარიძე დაუბარებიათ და მე ბათუმში დავერგე და იქ ისეთი სუნი იდგა. იქ ხაზარაძე დაუბარებიათ. იმაში რა ქვია, ხა გამოვიდა ჯაფარიძე თქვა მეო კაცო მე რა შუაში ვარ. რაშო მე როდის მithქვიაო, მეო ოფისში ვზივარო და პოლიტიკას მართავო და აი ესენი ვიღაცა ქუჩაში რო არიანო, ისინი არის, ისინი დაიჭირეს. მაგის ცოდვა მოეწევა მაგის ნათესავს ხაზარაძეს. ხო, ნუ ახლა ლაპარაკი რაზეა. ხო და მაგას ვიძახ. მაგის აღარ მოწონს პოლიტიკაში? არა, ოთახში ზის და პოლიტიკას მართავს იქ იმიდან, ოფისიდან. ხო, და ხაზარაძე თქვა, მე რა ვიციო, ჩემაცოლმა ვიღაცას მიაქირავაო. მე რა ვიცი, მე რა შუაში ვარო, მე რატომ გიხავდო. იმიტომ არ გადავიხადეო ამის გადასახადიო, რომ არ ვიცოდიო, რომ ჩემაცოლმაო, ეს კალასი რო არის, რომ თქვა, რომ მე რა ვიცი, ჩემი ქმარიო რუსეთთან, მე ეგ საიდანო ვიცოდეო. შენ წარმოიდგინე მარტა კოსი აღმოჩნდა, რომ იმისი სლოვაკეთის პრესაში დაიდო საბუთები რო არის დამსმენი უშიშროების საბჭოთა უშიშროების დამსმენი მარტა კოსი წარმოიდგინე საბუთები დაიდო სადაც დასტურდება რომ იყო დამსმენი ეხლა შენაზე ხარ ვისთანა გვაქვს საქმე აქეთ არის ფონდერ ფაიზერი ეს კორუფციაში ჩაფლული ერთი ის რო ნახო რა ქვია იქ ევროკავშირის
სხდომა რა. რამდენი გამომსვლელია, რომელიც საქმეს უდებენ პირდაპირ. მარტა კოსი, დამსმენი, იუნკევიჩიანი, იმისი გარბაჩოვის პარტიის წევრი, კუბილიუსი, ჩეკისტი. ეს მარტა ტრიპერი, რომელიც ერთი ტრიპერი მარტა ის რო არის, რა ქვია, ევროკავშირის პრესპიკერი. ხო, რომელიც ამბობს, რომ სალევანმა გამოაცხადა მადლობა დიდიდო საქართველოს და ამან თქვა რომ ბოლო განხილება გაუგზავნეთო. ნუ აბსოლუტური, ნუ ისე როგორი შიზოფრენია, მეტი იმის იქით აღარ არის, ხო? არის, ხო შეიძლება ტყუილი შეაფარო. ესენი აღარ აფარებენ ტყუილს. უბრალოდ ტყუილი. ევროკავშირის ის რაც დადეს ახლა ეს შუალედური დასკვნა თუ რაღაცა დასკვნა რო არის. ხო წარმოგიდგენია რომ ამდენი სიცრუე, ხო? ხო და ნუ რას იზავ ახლა რა? მე მგონი რომ ეს არის აგონია ჩემი აზრით. მაგათი რა თქმა უნდა ის ევროკავშირი აღარას, ამიტომ ეს უნდა დამთა, აი ახლა აქ რო იჯდა კაცი, ხო? ეს ნეიტრალური საქართველოს მაგათ ეხლა პირველად ჩემ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, აი იმ თეატრში პირველად აღბოჩდა ხალხი, რომელიც სიმართლეს იძახის და ამბობს რომ დაამთავრეთ რა ეს თვალთმაქცობა. რის ევროკავშირი, რა ევროკავშირი, რის ნატო, რა ევრო. სამართლიანო მდგომარეობა ეს როგორ შეიძლება ჯოჯოხეთში შესვლა? შენი ნებით იქით როგორ უნდა მიდიოდე, ხო? თან ჯოჯოხეთი, რომელიც თან ჯოჯოხეთის ფუნქციასაც ვეღარ ასრულებს. ანუ სრულად დემორალიზებულ დეგრადირებულ. იმ 28 წლამდე კი არა, ეგ წლის ბოლომდე ან დარჩება, ან არ დარჩება. აშკარად. დიდი მადლობა ჩემო გოგო. ძალიან დიდი მადლობა, ყოველ საინტერესო ხარ. ჩვენ ერთმანეთს მეგობრებო შეხვდებით მომავალ პოდკასტს ასევე საინტერესო სტუმრებით. კარგად გზარდებოდეთ.